დღეს ვისაუბრებთ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში შეტანილ ცვლილებებზე. საქართველოს განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით განახლდა იმ საგნების ჩამონათვალი, რომლებიც აბიტურიენტებმა სხვადასხვა სასწავლო სფეროში ჩასაბარებლად უნდა აირჩიონ. რა შეიცვალა ახალდებულებაში, როგორ აისახება ეს 2026 წლის აბიტურიენტებზე და რატომ იგვიანებს გამოცდებზე რეგისტრაციის გამოცხადება. თამარ მემანიშვილი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი შემოგვიერთდება. მოგესალმებით, მობრძანდით ქალბატონო თამარ. მობრძანდით, მართლა ძალიან ბევრი შეკითხვა და არის სამწუხაროდ დეზინფორმაციაც. მე როგორც მშობლების ჯგუფში მყოფი ადამიანი გეტყვით, რომ ძალიან ბევრი მშობელი არის შეშფოთებული, იმიტომ რომ დაუზუსტებელი ინფორმაცია ვრცელდება ხოლმე და აი ახლა გვაქვს შანსი რომ ყველაფერი გადავამოწმოთ. ქალბატონო თამარ, პირველ რიგში განმარტოთ რა ძირითადი ცვლილებები განიცადა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წესმა. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის და ამ თემით დაინტერესებისთვის. მთავარი ცვლილება, რაც განიცადა ერთიანი ეროვნული გამოცდების დებულებამ, ეს არის ეგრეთ წოდებული საგრანტო კონკურსი გაუქმდა, რაც ძალიან აწუხებს დღეს აბიტურიენტებს. საგრანტო კონკურსი გაუქმდა გამომდინარე იქედან, რომ მოგეხსენებათ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე, ანუ პირველ მეორე საფეხურზე უმაღლესი განათლების სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის საფასურის გადახდას უზრუნველყოფს დაფარვას სრულად სახელმწიფო. სტუდენტისთვის, ვინც გახდება სტუდენტი. მაშინ პრობლემა რაშია? მაგ ნახე, ქულების მიხედვით რო ხდებოდა რამდენ პროცენტიანი დაფინანსება იქნებოდა განსაზღვრებები, ესენი მოიხსნა და ამან გამოიწეს პროცენტული მაჩვენებელი. კარგად ჩააბარებს. კი, რომ ადრე იყო განსაზღვრული, მოგეხსენებათ, რომ ზოგიერთი სტუდენტი იღებდა 100%-იან გრანტს, ზოგიერთი 50%-იანს. ამ შემთხვევაში მთლიანად ფინანსდება სწავლა. კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებიც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები. მაგრამ ქულების რაოდენობა გაიზარდა, რომ იქ მოხვდეს და მე უკვე 100%-ით დაფინანსდეს? ქულების რაოდენობა არ გაიზარდა. უფრო გაიზარდა თუ რაზეა დამოკიდებული? კიდევ მომდევნო ცვლილება, ასე ვთქვათ, რამაც განაპირობა ის, რომ ჩვენ შემთხვევაში შეიცვალა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის ვადები, ანუ წინა წელს თუ იყო მაგალითად და წლების მანძილზე, რომ აბიტურიენტი რეგისტრაციას გადიოდა მარტის თვეში, ეხლა ჩვენ რეგისტრაციას დავიწყებთ მიმდინარე წელს აპრილის თვეში, გამომდინარე იქედან, რომ ისევ უმაღლესი რეფორმის ფარგლებში და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განისაზღვრა ის კონკრეტული პროგრამები საბაკალავრო საფეხურზე, რომლებზეც მიღებას გამოაცხადებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები. ეს კიდევ ერთხელ შეეხება მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს და ასევე განისაზღვრა თითოეულ პროგრამაზე უნივერსიტეტის მიერ მისაღებ სტუდენტთა რიცხოვნობა. ერთი რაღაც მინდა ბოდიში, ანუ ცოტა დაგვიანდა გავიგე და შემდეგ თვეში იქნება, მარტო ზოგადად აპრილში იქნება. ეს ხომ არ გამოიწვევს კალენდრის ცვლილებას, ანუ თვითონ გამოცდების. არა ხო? არა, კალენდრის ცვლილებას არ გამოიწვევს. აქვე იმასაც განმარტავ მაშინ დაგვიანება რამ გამოიწვია. დაგვიანება გამოიწვია ნაეკის მხრიდან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მხრიდან იმას, რომ ჩვენ ველოდებოდით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ თავიანთი პროგრამების შესახებ ინფორმაცია აესახათ ეგრეთ წოდებულ ჩვენს ელექტრონულ ბაზაში. კონკრეტულად აქ იგულისხმება ის პროგრამები, რა პროგრამებზეც 2026-2027 სასწავლო წლისთვის უნივერსიტეტები გამოთქვამენ მზაობას, რომ მიიღებენ სტუდენტებს. აი ეს ვადები იყო წელს განსხვავებული, თუმცა რაც შეეხება თვითონ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ეგრეთ წოდებულ კალენდარს, რასაც ხშირად კითხულობენ ხოლმე აბიტურიენტები, ეს წლების მანძილზე ივლისის თვეში ტარდებოდა და ეხლაც ჩატარდება ივლისის თვეში. დავუბრუნდეთ პირველ და ალბათ ყველაზე ესეთ რთულ კითხვას და რომ მეტად გასაგები გავხადოთ, ვეცდები მარტივ ციფრებზე დავიყვანო ეს ყველაფერი, მაგალითად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ირიცხებოდა ყოველწლიურად 100 ადამიანი პირობითად. აბარებდა. 10 რჩებოდა გარეთ, იმიტომ რომ ვერ ვლახავდა მინიმალურ ზღვარს, 90 აბარებდა სხვადასხვა ქულებით, შესაბამისად სხვადასხვა გრანტებით. ახლა რა მოხდება? 90-ვე, რომელიც ჩააბარებს, მიიღებს 100%-იან დაფინანსებას.
და არ გართულდა მიღების წესი? არა, მიღების პროცედურები მაშინ ამასაც დავაზუსტებ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაწილში ძალიან ხშირად შემოდიოდა ჩვენთან ცხელი ხაზის მეშვეობით კითხვა, რომ ხომ არ გართულდა მაგალითად ტესტები, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი თითოეულ საგანში ხომ არ გაიზარდა გამომდინარე იქედან, რომ ზოგიერთ პროგრამაზე შესაძლებელია ადგილები შემცირდა. ამ ნაწილში ცვლილება არ განხორციელებულა. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი თითოეულ საგანში რაც იყო, ისევ იგივე დარჩა. და შესაბამისად არც ტესტების, ასე ვთქვათ, სირთულის მხრივ წლევანდელი ტესტები არ იქნება ასევე განსხვავებული წინა წლისგან. უბრალოდ ერთი მომენტი აქ რაც არის გასათვალისწინებელი და რაც თქვენ იკითხეთ, პრინციპია, იგივე პრინციპი იყო წინა წლებშიც. თითოეულ უნივერსიტეტს ჰქონდა თითოეულ პროგრამაზე, მაგალითისათვის რომ ავიღოთ სამართლის პროგრამა, კონკრეტული ადგილები გამოცხადებული. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ შეერჩიათ პრიორიტეტად ეს კონკრეტული მიმართულების პროგრამა, თუმცა ყოველთვის იყო შანსი იმისა, რომ ადგილების სიმწირის გამო, ან განსაზღვრული რაოდენობის გამო სტუდენტი ამ პროგრამაზე უბრალოდ ვერ დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა, ვერ გაევლო კონკურსი და ვერ მომხვდარიყო იმ პროგრამაზე. მაგრამ სხვათა შორის მანდ მშობელს ჰქონდა საშუალება, რომ შეედარებინა, იმიტომ რომ ყველა უნივერსიტეტის განაცხადში არის, რომ ამდენი ადგილია და სავარაუდო კონკურსი არის, თქვა 100 ადგილზე 2000 კაცი მოდის, იმიტომ რომ სამართალი ზუსტად მახსოვს ძალიან დიდი კონკურსი იყო და ანუ პროცენტული შანსი მოხვედრის იწევდა. ეს იგივენაირად იქნება ეს იცით როგორ არის, ჩვენ რეგისტრაციამდე ვებგვერდზე დაიდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ეგრეთ წოდებული აბიტურიენტის ცნობარი, სადაც მოცემული არის აბსოლუტურად ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, იქნება ეს კერძო, იქნება ეს საჯარო, მათი პროგრამები, რას თავაზობენ აბიტურიენტებს და ასევე იქნება განსაზღვრული ადგილების რაოდენობა. ეს წინა წლებშიც ესე იყო და განსხვავებული აქ არაფერი არ არის. უბრალოდ კიდევ ერთხელ დავაზუსტებ იმასაც, რომ არჩევანის ნაწილში აბიტურიენტები ისევე როგორც წინა წელს არ წელს არ არიან შეზღუდული და სწორედ ამის გამო რომ აბიტურიენტს თავი დაეზღვია და მაგალითად თუ პრიორიტეტული იყო კონკრეტული პროგრამა, კონკრეტული უმაღლესის, სადაც იცოდა რომ შესაძლებელია ძალიან მაღალი კონკურსი ყოფილიყო და მოხვედრის შესაძლებლობა მას არ ჰქონდა, ამიტომ შესაბამის პროგრამებს ან მსგავს პროგრამებს ირჩევდა სხვა უნივერსიტეტებში. ანუ ეს არჩევანის საშუალება ლიმიტირებული არ ხდება, ხო, როგორც იყო რაოდენობა? არჩევანის საშუალება არ არის ლიმიტირებული. ჩვეულებრივად შეუძლია მისთვის სასურველი რაოდენობის როგორც საბაკალავრო პროგრამები აირჩიოს. წელს გვაქვს ასევე ის ცვლილება, რაც დასაწყისში მკითხეთ ეროვნული გამოცდების ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება არის და წელს გვაქვს ეგრეთ წოდებული საგამონაკლისო წესი, როდესაც საბაკალავრო პროგრამებთან ერთად სტუდენტებს, აბიტურიენტებს ასევე შეუძლიათ აირჩიონ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები. ოღონდ ეს არის ეგრეთ წოდებული მეოთხე და მეხუთე დონის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რისთვისაც საჭირო არის აუცილებლად სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ქონა. ანუ თორმეტი ესეც იქნება, რა თქმა უნდა, ესეც იქნება ჩამონათვალში. აქ იგულისხმება როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში, როგორც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სახელმწიფო პროფესიული კოლეჯები, სადაც ასევე სრულად აფინანსებს სწავლას სახელმწიფო და ასევე იგულისხმება კერძო კოლეჯები, ანუ ამ არჩევანის საშუალებაც შეუზღუდავად აქვთ მათთვის სასურველი და საინტერესო პროგრამების არჩევანის ნაწილში აბიტურიენტი შეზღუდული არ არის. თუმცა ერთი რამ რო დავაზუსტოთ, აი ახალი რეფორმის ფარგლებში თუ სწორად ვხვდები, მე თუ მინდოდა რომ ამერჩია სამართალი და ვირჩევდი რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელს, იმიტომ რომ სადღაც უფრო მარტივი იყო მოხვედრა და სადღაც მეტად რთული. ამის საშუალება ახლა აღარ მაქვს, ხო? ანუ მიმართულებას გულისხმობთ, იმიტომ რომ სამართალი მხოლოდ ერთ უმაღლესში ირჩება. ეს რეფორმის ფარგლებში იცით ალბათ, რომ ეს გადაწყვეტილება იქნა, დიახ, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპით. სწორედ მთავრობის გადაწყვეტილებით განისაზღვრა და ახლა აბიტურიენტები, ვინც არიან წელს ვებგვერდზე ყველგან ხელმისაწვდომი არის ეს დოკუმენტი, სადაც განსაზღვრულია კონკრეტულად რომელ უნივერსიტეტს რა პროგრამა
რა პროგრამისთვის აქვს და რა რაოდენობის სტუდენტთა ადგილები აქვს გათვალისწინებული მიმდინარე სასწავლო წლისთვის. ერთი შეკითხვა მაქვს. დიახ, ამის მოძიებაც აბიტურიენტს შეუძლია და აქცაც თავი რომ დავანებოთ, როდესაც დაიწყებს თვითონ რეგისტრაციის პროცესს, აირჩევს კონკრეტულ საგნებს, იმ კონკრეტული საგნების შესაბამის პროგრამებს თვითონ ჩამონათვალს აჩვენებს პროგრამა, რომ მას ეს არჩევანის პროცესი გაუმარტივებს. მშობლების პოზიციიდან მინდა ვიკითხო საგნებთან დაკავშირებული ამბავი, იმიტომ რომ დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო, მე მგონი, დეზინფორმაციის გავრცელება სოციალურ ქსელში და ძალიან ბევრი მშობელი ანერვიულდა, რომ ჩასაბარებელ პროგრამებში არის ცვლილებები, იმიტომ რომ ხომ მკვეთრად არის გამიჯნული ვინ ჰუმანიტარია და თქვათ ქართული ისტორიით აბარებს და ვინ თქვათ უმატებს მათემატიკას ან ფიზიკას. რომ ეს ყველაფერი ერთმანეთში თითქოს აირია, მათემატიკა გახდა აუცილებელი, ასევე ენა ყველა შემთხვევაში უნდა იყოს ინგლისური ენა და არ გაქვს ენის არჩევანი, იმიტომ რომ ზოგიერთ უნივერსიტეტს აქვს სხვადასხვა ენა. აი ესენი მართალია, რამე სიმართლის საფუძველზე დგას ეს ინფორმაცია თუ არა? არა, ნახეთ როგორ არის ის ცნობარი, რასაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოაქვეყნებს, დგება უნივერსიტეტების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. შესაბამისად, თვითონ უნივერსიტეტი განსაზღვრავს კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რა საგნები არის ჩასაბარებელი. მაგრამ ის გამიჯვნა, რომ ან ისტორიით ვაბარებ, არის პროგრამები, სადაც თქვენ რასაც გულისხმობთ, არის მითითებული, შესაძლებელია იყოს მაგალითად მათემატიკა და ფიზიკა. მათემატიკის და ფიზიკის შემთხვევაში აბიტურიენტს, რომელ საგანშიც მიაჩნია, რომ უკეთფლობს თვითონ ამ საგანს, შეუძლია ორი საგნიდან ერთ-ერთი შეარჩიოს. თუმცა აქვე მან ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ უნივერსიტეტების კონკრეტულ პროგრამებზე აი ამ საგნების მიხედვით ადგილების რაოდენობა კიდევ ცალკე არის განსაზღვრული. მაგალითად, მათემატიკის ნაწილში შესაძლებელია პროგრამაზე მისაღები სტუდენტების რაოდენობა იყოს 20, პირობითად ვამბობ და დავუშვათ ფიზიკის შემთხვევაში განსხვავებული. ამიტომ ეს ნაწილიც არ შეცვლილა და უნივერსიტეტი როგორც თulis თვითონ და როგორც იღებს გადაწყვეტილებას, იმის მიხედვით განსაზღვრავს დავუშვათ იმ სავალდებულო საგნების გარდა, რასაც აბიტურიენტი ერთიან ეროვნული გამოცდების ფარგლებში აუცილებლად აბარებს, თვითონ განსაზღვრავს ამასაც, რომ რომელი ორი საგანი უნდა იყოს დამატებითი და სად აძლევს აბიტურიენტს არჩევანის შესაძლებლობას. აქვე დავამატებ კიდევ უცხოენებთან მიმართებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების დებულება ითვალისწინებს იმ საგნების ჩამონათვალს, სადაც ბარდება, რა საგნები ბარდება ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში და ამ ნაწილში საგნებთან მიმართებით არანაირი ცვლილება არ შესულა. ესე იგი ტყუილი ყოფილა და სულ თულა წერენ რაღაცებს. თუმცა უნივერსიტეტები ამასაც ვიტყვი, რომ თვითონ განსაზღვრავენ ენების ჩამონათვალს და ესეც მისი ერთი შეკითხვა. იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო უმაღლეს დაწესებულებაში ვერ აღმოჩნდა, ანუ ვერ ჩააბარა ღმერთთან უქნას ყველა წარმატებას უსურვებ, როგორ უნდა მოიქცეს აბიტურიენტი? კიდევ ერთხელ ვიტყვი მაშინ, რას უნდა მიაქციონ პირველ რიგში ყურადღება აბიტურიენტებმა, იმიტომ რომ ბევრი სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება და ძალიან დიდი ცვლილებები ერთიანი ეროვნული გამოცდების დებულებას არ განუცდია. არ შეცვლილა საგნების ჩამონათვალი, არ შეცვლილა არაფერი ისეთი არსებითი. არ შეცვლილა არც ის მიდგომა, რომ ალბათ ყველა აბიტურიენტის სურვილი არის მეტნაკლებად, რომ სახელმწიფო უმაღლეს დაწესებულებაში მოხვდეს, გამომდინარე იქედან, რომ თანხა იქ მანამდეც ეგრე იყო, რომ რიგ შემთხვევაში სრულად ფინანსდებოდა. თუმცა არჩევანის ნაწილში უმჯობესი არის, რომ მან სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად აირჩიოს ასევე მისთვის სასურველი პროგრამები კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებში, იმიტომ რომ თქვენ მე მკითხეთ წეღან ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპი და ეს მოგეხსენებათ ალბათ, რომ შეეხება სახელმწიფო დაწესებულებებს. მაგალითად, თუ აირჩევს ადამიანი სამართლის პროგრამას კონკრეტულ უნივერსიტეტში, მას სხვადასხვა კერძო უნივერსიტეტში ბევრი მისთვის საინტერესო პროგრამა შეუძლია აირჩიოს სამართალი კერძოში შეუძლია, თუნდაც სამართლის მიმართულებით. და ასევე მიმართულებით პრინციპში. ნებისმიერი მიმართულებით შეუძლია სრულიად განსხვავებული მიმართულების პროგრამები აირჩიოს. აირჩიოს მაგალითად სამართლის მიმართულება და მაგალითად აირჩიოს ბიზნეს ადმინისტრირება, თუმცა აქ გასათვალისწინებელია ის, რომ ის საგნები, რასაც
ითვალისწინებს ბიზნეს ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამა იმისათვის, რომ აბიტურიენტი მოხვდეს შემდგომში უკვე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, პირობითად თუ ითვალისწინებს მათემატიკას, რა თქმა უნდა, ის მათემატიკაც უნდა შეარჩიოს და ის არ დაემთხვევა სამართლის და ანუ ეს რომ შევაჯამო ირჩევს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მისთვის სასურველ ბევრ პროგრამას აქ შეზღუდულები არ ვართ, ირჩევს კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ირჩევს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, თუ უნდა რომ სახელმწიფომ დააფინანსოს სწავლა და საჯარო ჩვენი სიპები აირჩიოს კოლეჯები და ასევე შეუძლია აირჩიოს კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები და საერთოდ ჩამონათვალი ძალიან დიდია საბოლოო ეტაპში. კი ბატონო, დიდი მადლობა. მე მგონი ნათელი მოეფინა ამ ამბავს, რეგისტრაციას დაიწყება და ყველა აბიტურიენტს უნდა უსურვოს წარმატება. ერთი თვე იქნება ისევ რეგისტრაციის. როგორც ძალიან დიდი მადლობა. გამომწურავ ინფორმაციისთვის.